მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 31. შეუსაბამით ციფრებით დანომრილ სიდიდეებს ასოებით დანომრილი სისტემის ძირითადი ერთეულებით გამოსახული განზომილებებიო და პასუხების ფურცელი ცხრილი სათანადო უჯრედებში თხოვე რომ დავსვათ ნიშანი x-ი. კარგით შევხედოთ ესე იგი პირველი რა გვაქვს. პირველი ეს არის მაგნიტური ინდუქცია. მოდით მაგნიტური ინდუქციისთვის ჩავწეროთ ამპერის ძალა F ტოლი არის BI-L-ის. მაგნიტურ ველში მოთავსებული გამტარზე მოქმედი ძალა ჩავწერეთ. საიდანაც B-ისთვის მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას, B ტოლი იქნება F-ი შეფარდებული I-თან. ეს ტოლი არის, თუ გავითვალისწინებთ ნიუტონის მეორე კანონს, F-ი თავისუფლი ტოლი იქნება მასისა და აჩქარების ნამრავლის, ხოლო ქვემოთ დავტოვოთ როგორც არის I-ი და საიდანაც B-თვის, B-ს განზომილებისთვის C-ში მივიღებთ, რომ მასის განსხვავება სისტემის ძირითადი ერთეულებში არის კილოგრამი, გამრავლებული აჩქარების განზომილება არის მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, ეს კიდე შეფარდებული დენის ძალის განზომილება არის ამპერი და ელი გამტარი სიგრძეა, შესაბამისად სიგრძეს მეტრებში ზომავთ და ეს კიდე გამრავლდება მეტრზე. აქედან მეტრების შეგვეკვეცება და მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას, ეს ტოლი არის კილოგრამი შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კვადრატზე. კი ბატონო, ესე იგი პირველი რა გვაქვს გადავხაზოთ თან, რასაც გავაკეთებთ. პირველი არის კილოგრამი შეფარდებული ამპერი წამ კვადრატთან. კი ბატონო, ეს არის პასუხი A. გადავიდეთ მეორეზე, მეორეში რა გვაქვს შევხედოთ. მეორეში გვაქვს ინდუქციურობა. მოდით მეორესთვის ჩავწეროთ, თუ გავითვალისწინებთ ელექტრომოძრაობელი ძალა, ტოლი არის ინდუქციურობა გამრავლებული დენის ცვლილებაზე, იმ დროს და რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა, დელტა ტესტა, სადაც ინდუქტიურობისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის, ელი ტოლი არის ეფსილონი გამრავლებული დელტა ტ-ზე. დელტა ტ-ზე შეფარდებული დელტა ის-თან. და მოდით ასე მოვიქცეთ, გამომდინარე იქიდან რომ ელექტრომოძრაობელი ძალას აქვს ძაბვის განზომილება, ვოლტი არის ესეც, ხო? შესაბამისად, მოდით ძაბვის განზომილება მაინც გამოსახულელი გაქვს მე-5. ძაბვის განზომილება გამოვითვალოთ და შემდეგ ეფსილონის მაგივრად ჩავსვათ. მოდით ესე მოვაკეთოთ, ესე იგი მე-5 გამოვითვალოთ ჯერ და მე დავუბრუნდეთ მეორის. ასე აჯობებს. ხო, ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ ძაბვა განიმარტება როგორც ელექტრული ველის მიერ შესრულებული ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა, ხო? აშფარდებული ქუსთან, საიდანაც მუშაობა ტოლი არის ძალისა და გადაადგილების ნამრავლის, ეს შეფარდებული ქუსთან, ეს ტოლი იქნება F-ი არის მასისა და აჩქარების ნამრავლი კიდე გამრავლებული გადაადგილებაზე, შეფარდებული ქუსთან, მაგრამ მეორეფრით თუ გავითვალისწინებთ დენის ძალის განმარტებას, დენის ძალა ტოლი არის ერთეულოვან დროში გამტარში გამოვალი მუხტი, ხო, საიდანაც ქუსთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის IT-ი და მოდით აი ეს IT ჩავსვათ ქუსს მაგივრად, ანუ აქ უნდა დავწეროთ IT. კი ბატონო, საიდანაც რა გამოგვივა სისტემის ძირითად ერთეულებს მივუახლოვდით, როგორც ხედავთ, აქედან უზგანზომილებისთვის C-ში მივიღებთ, რომ ტოლი არის, მასა არის კილოგრამი, გამრავლებული ამპერი აჩქარება არის მეტრი შეფარდებული წამ კვადრატზე, კიდე გამრავლებული ეს მეტრზე, შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამზე. და ეს ტოლი იქნება, ხო, კილოგრამი გამრავლდება მეტრ კვადრატზე, ეს შეფარდებული ამპერი წამ კუბთან, ხო? კი ბატონო, ეს მე-5 რომელი არის ეს შევხედოთ, კილოგრამი მეტრ კვადრატი, ამპერი, კილოგრამი მეტრ კვადრატი, ამპერი წამ კუბზე. ეს არის პასუხი ესე იგი მე-5-ს E გამოგვივიდა. და ეხლა დავუბრუნდეთ, ესე იგი ელექტრომოძრაობელი ძალა არის იგივე ვოლტი, ხო, შესაბამისად, აი ეს განზომილება შეგვიძლია ჩავსვათ ახლა აქ. ანუ აქედან რა გამოგვივა ჩვენ? აქედან გამოგვივა, მოდით აი დავწეროთ L-ისთვის, რომ ტოლი არის ეფსილონის მაგივრად ეს უნდა ჩავსვათ, ესე იგი კილოგრამი გამრავლდება მეტრ კვადრატზე, შეფარდებული ამპერი გამრავლდება წამ კუბზე, ეს კიდე გამრავლდება წამზე, ხო, T არის დელტა T-ს განზომილება წამია და დელტა ის ამპერი არის. ეს წამი და ეს კუბი შეგვეკვეცება კვადრატი დაგვრჩება და ეს ტოლი არის კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე, შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კვადრატთან. ესე იგი ინდუქციურობისთვის მივიღეთ, რომ ინდუქციურობა ტოლი ყოფილა კილოგრამი მეტრ კვადრატი, ამპერ კვადრატ წამ კვადრატი, ხო, იმიტომ რომ ორი გვაქვს და კვადრატი არ გამოგვიჩეს, კვადრატი, ამპერ კვადრატ წამ კვადრატი. ეს უნდა იყოს პასუხი B, კი ბატონო. მეორის B გამოგვივიდა, ახლა გადავიდეთ მე-3-ზე. მე-3-ში რა გვაქვს? მე-3 ელექტრული ტევადობა. ხო, ელექტრული ტევადობა C განიმარტება როგორც ქუს შეფარდებული უსთან, ხო?
ეს ტოლი იქნება IT ქუსთვის გამოვთვალეთ უკვე შეფარდებული. უსთან უარის აშეფარდებული ქუსთან, ქუს ზემოთავა, ესე იგი ეს ტოლი იქნება ქ გამრავლებული IT-ზე შეფარდებული ასთან, რომელიც არის F-ისა და S-ის ნამრავლი, ეს ტოლი იქნება ქ თავისუფლივ IT არის და კიდე IT-ზე რო გამრავლდება IT კვადრატს მივიღებთ, ეს შეფარდებული F-ი არის M-ა გამრავლებული გადაადგილებას, ეს ტოლია ამპერ კვადრატი, წამ კვადრატი შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან და კიდე გამრავლებული მეტრზე. ასე წამ კვადრატი ზემოთავა, ესე იგი იქნება ამპერ კვადრატ წამ მეოთხე შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატთან. აბა შევხედოთ ამპერ კვადრატ წამ მეოთხე კილოგრამი მეტრ კვადრატთან. ეს არის G, ხო? აბა შევხედოთ ამპერ კვადრატ წამ მეოთხე კილოგრამი მეტრ კვადრატთან. კი ბატონო, ეს G არის ნამდვილად. მესამეს G უნდა იყოს, ასე. ეხლა გადავიდეთ მეოთხე კუთრი წინაღობა, მეოთხე ესე იგი დავწეროთ. კუთრი წინაღობა, ჩვეულებრივი წინაღობა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვეულებრივი წინაღობა R-ი, კუთრის წინაღობასთან არის დაკავშირებული შემდეგი სახით, R-ი ტოლი არის ρ, L-ი, გამტარი სიგრძე შეფარდებული გამტარის განკვეთის ფართთან, ხო? საიდანაც როსთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის R-ი გამრავლებული S-ზე შეფარდებული L-თან. ახლა თუ გავითვალისწინებთ ომის კანონს წრედისუბნისთვის, დენის ძალა ტოლი არის U შეფარდებული R-თან, აქედან R-ისთვის მივიღებთ, რომ R-ი ტოლი არის U-ისთან. და აი აქ ჩავსვათ R-ის მაგივრად, რაც მივიღეთ R-ი. ესე იგი ეს ტოლი იქნება U გამრავლებული S-ი შეფარდებული L-თან, ხო? U უკვე გამოთვლილი გაქვს აგერ, გამოთვლილი გვაქვს და მოდით U-ს მაგივრად ჩავსვათ განზომილება, ესე იგი განზომილებებზე თუ გადავართ, როს განზომილებისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის კილოგრამი, აი ამას ვიწერთ, კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კუბზე. ეს გამრავლდება ფართის განზომილებაზე, ესე იგი მეტრ კვადრატზე, შეფარდება დენის ძალის განზომილებაზე ამპერზე და კიდე გამრავლდება მეტრზე, ხო? ეს მეტრი და ეს კვადრატი შევეკვეცება და ეს ტოლი გამოგვივა კილოგრამი გამრავლებული მეტრ კუბზე შეფარდებული ამპერ კვადრატი გამრავლებული წამ კუბთან. აბა შევხედოთ. ეს იყო მეოთხე კუთრი წინაღობა, ხო? კუთრი წინაღობა, ეს იქნება კილოგრამი გამრავლებული მეტრ კუბზე შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კუბთან, ეს არის V. ესე იგი მეოთხეს V გამოგვივიდა და გადავიდეთ ახლა მეხუთე გაკეთებული გვაქვს, მე-6-ზე გადავიდეთ, მე-6-ზე. ეფსილონური ელექტრული მუდმივა. ხო, ეფსილონური ელექტრული მუდმივისთვის მოდით ჩავწეროთ კულონის კანონი, F-ი ტოლი არის K, Q1, Q2, მოდი მოდულები არ გვინჭირდება, ვიგულისხმოთ, რომ Q1 და Q2 დადებითი მუხტებია და მოდით ის ვიგულისხმოთ, რომ ორივე Q მუხტი არის, ხო? არა, განზომილებების გამოთვლა შეესხერს არ შეგვისწრის და Q კვადრატი დავწეროთ პირდაპირ. ეს შეფარდებული R კვადრატთან, ეს უდრის. ახლა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ K თავისუფლი უკუპროპორციული არის ეფსილონ ელექტრული მუდმივის და ტოლი არის 1 შეფარდებული 4π ეფსილონ 0-ის და აი აქ ჩავსვათ K-ს მაგივრად, ესე იგი ეს იქნება ტოლი 1 შეფარდებული 4π ეფსილონ 0 გამრავლებული Q კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან. და F-ი თუ ტოლი არის ამ გამოსახულებით, ეფსილონი დავწეროთ, F-ის მაგივრად ზემოთ ავიტანოთ, F-ი ქვემოთ ჩამოვიტანოთ და აქედან მივიღებთ, რომ ეფსილონ 0 ტოლი იქნება Q კვადრატი შეფარდებული F-ი 4π, არ გამოგჩეს, 4π F-ი გამრავლებული კიდე R კვადრატზე. Q-IT არის, IT-ს კვადრატი გვექნება ზემოთ, ქვემოთ გვექნება 4π, F-ი არის M-ა და კიდე გამრავლდება ეს R კვადრატზე, მუხტებს შორის მანძილის კვადრატზე. საიდანაც ეფსილონ 0 განზომილებისთვის C-ში ტოლი მომგვივა. იგვიწერია I კვადრატი არის ამპერ კვადრატი გამრავლებული წამ კვადრატზე შეფარდებული 4π რიცხვია და განზომილება რა აქვს, შეგვიძლია გავითვალისწინოთ. მას M-ის განზომილება კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატზე და ეს კიდევ გამრავლდება მუხტებს შორის მანძილის კვადრატთან, ესე იგი კიდე ეს უნდა გამრავლდეს მეტრ კვადრატთან. ეს ტოლი იქნება ამპერ კვადრატი, ქვემოთ წამ კვადრატი ზემოთ თავა და წამ მეოთხე გვექნება შეფარდებული კილოგრამი გამრავლდება მეტრ კუბზე. აბა შევხედოთ მე-6-ზე.
ამპერ კვადრატი წამეოთხე კილოგრამი მეტр კუბზე, კი ბატონო, სწორი არის. შესაბამისად, მე 6-ისთვის მივიღებთ, რომ ეს არის პასუხი D.